ოდესმე დაფიქრებულ ხარ თუ რამ ხელა და რამდენ პასუხისმგებლობებს იღებ ყოველ დღე. მაგალითად, ეს საწოლის ალაგებაა თუ ნაგვის გატანა, მაინც პასუხისმგებლობაა და რამდენ ვალდებულებებს იღებ ყოველ დღე. მაგალითად, კინოში წავიდეთ, სასეირნოდ წავიდეთ, საყიდლებზე გამომყევით და ასე შემდეგ. ეს შემოთავაზებები ზოგჯერ ჩვენ გვხლის და ბოლოს ვრჩებით უენერგიოდ და როცა ნამდვილი ოქროს შემოთავაზება გამოჩნდება, უკვე ზედმეტად გადაღლილები ვართ. ამ წიგნის პირველი წესი არის თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მართლა გინდა თქვი უარი. ეს ვიდეო ეძღვნება დერეკ სივერსის წიგნს Hell Yes or No. ამ მიხედვით თარგმანი არის ესეთი: თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მართლა გინდა თქვი უარი. უთხარი არა ყველაფერს გარდა იმისა, რაც მართლა გინდა, რაზეც მართლა მოტივირებული ხარ, რაც მართლა ენერგიას გაძლევს. წარმოიდგინე, გინდა ვარჯიშის დაწყება და ყველა მეორე შემხვედრი ხან მწვადზე გეპატიჟება, ხან საკეიფოდ, ხან რესტორანში და მეორე დღეს ისეთი გათიშული ხარ, რომ სუპის გარდა არაფერი აღარ გინდა. სირბილზე და ვარჯიშზე ხო ლაპარაკით ზედმეტია. ისეთი თავის ტკივილები გაქვს. დაფიქრდი, ესე ხო შენ თავს აღალატებ. თუ შენი მიზანი ენერგიით არ გავსებს, მაშინ ალბათ არასწორი მიზანია. ბიზნესის დაწყება გინდა და თავი ვერ მოაბი, 5 კილოს დაკლება გინდა, მაგრამ ნამცხრების ჭამას 2 შაბათიდან მოეჩვევი? ანუ რაღაცის შეცვლა გინდა, მაგრამ დღეს არა. საუკეთესო დიეტა კი ყოველთვის ხვალიდან იწყება. დაფიქრდი, შენმა მიზანმა, შენ ენერგიით უნდა აგავსოს. მიზნისკენ სწრაფვის არ უნდა გეშინოდეს, პირიქით მოტივაცია უნდა მოგცეს. და თუ ასე არ ხდება და პირიქით დემოტივირებული ხარ, იქნებ ჯობია აისრულო ის მიზანი, რაც ენერგიით აგავსებს. ნუ იქნები ვირი. ჩემი სიტყვები არ გეგონოთ? წიგნში წერია ზუსტად ესე. ნუ იქნები ვირი. დერეკ სივერსის წიგნში მართლა ესე წერია. მშიერ მწყურვალი ვირი დგას გზა გასაყარზე. აქეთ მდინარესთან მივიდეს და წყალი დალიოს, თუ იქით, სადაც საძოვარია, იქ წავიდეს. ბოლოს ვირი არჩევანს ვერ აკეთებს და მშიერ მწყურვალი გზაზე ეცემა. ამ თავის შინაარსი ის არის, რომ თუ ბევრ რამეს ერთდროულად დაიწყებ, სავარაუდოდ გაგიჭირდება ყველას ბოლომდე საფუძვლიანად მიყვანა. ჯობია ჯერ 1 დაიწყო და დაამთავრო, ვიდრე 5 დაიწყო და ყველა მიაფუჩეჩო, ან ზოგიერთი საერთოდ ვერ დაამთავრო. ამ წიგნის ავტორი დერეკი მთიან რეგიონში მანქანით გადაადგილდებოდა, მაგრამ მას მანქანის უკან სხვა მანქანა მიადგა, დაუწყო შუქების ანთება, სიგნალი. დერეკი უცებ დაისტრესა, მისი სიმშვიდე და სიმყუდროვე შეიცვალა მოულოდნელმა სტრესმა და აღელვებამ. ამიტომ მან სარკი, ანუ საქარე მინის სარკე, მაღლა აწია. ეს ის სარკეა, რომელიც უკანა ხედს აჩვენებს მანქანაში და მუსიკები ჩართო. ავტორს ამით იმის თქმა სურს, რომ ჩვენ ვისტრესებით მაშინ, როცა ვინმე გვსტრესავს. თუ ამ ვინმეს ვეღარ დავინახავთ და ვეღარ გავიგონებთ, სტრესი თავისთავად მოიხსნება. ოდესმე ყოფილ ხარ ისეთ სიტუაციაში, როცა ვინმე შენმა ნაცნობმა
დიდ წარმატებას მიაღწია. იყიდა ახალი მანქანა ან სახლი და შენ ფიქრობ, რომ შენ დააგვიანე, შანსი ხელიდან გაუშვი, მაგრამ ეგ შენი ილუზიაა. შენი დროც მოვა, თუმცა თუ თავს დაისტრესავ, როცა დრო მოვა, უკვე ისეთი დასტრესილი და გადაღლილი იქნები, შეიძლება მართლა ხელიდან გაუშვა ეს შენი ოქროს შანსი. და სანამ აი ეგ დრო მოვა, მანამდე უნდა განვითარდე, რომ სწორ დროს, სწორ ადგილზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გათიშვა. ყველაზე პროდუქტიული დერეკი სივერსი მაშინ იყო, როცა სამსახურიდან გაენთავისუფლა და 5 თვე მარტო ზღვასთან ახლოს მდებარე სახლში გაატარა. არავითარი ტელეფონი და ინტერნეტი, არავითარი მეგობრები და გართობა, არავითარი ხმაური. ის კითხულობდა, წერდა, ვარჯიშობდა და ამ დროს მან ჩაწერა 50 სიმღერა, წაიკითხა 20 წიგნი და თავის ცხოვრებაში ყველაზე კარგ ფორმაში ჩადგა. შემდეგ ეს სტრატეგია გათიშვა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ოღონდ ამჯერად მთაში და ამ დროს შექმნა თავისი კომპანია CD Baby, ონლაინ მუსიკალური მაღაზია, რომ დახმარებოდა პატარა მუსიკოსებს აგენტებისა და შუამავლობის გარეშე გაეყიდათ თავიანთი მუსიკა. 2008 წელს მან ეს კომპანია $22 მილიონ გაყიდა. არავითარი სიჩქარის შეზღუდვა. როცა დერეკ სივერსი იყო 17 წლის, სანამ მუსიკალურ კოლეჯში ჩააბარებდა, შეხვდა კაცს, სახელად კიმო. კიმო არის პროფესიონალი მუსიკოსი, რომელმაც დაამთავრა და ასევე აასწავლიდა იმავე კოლეჯში, სადაც დერეკს ჩაბარება სურდა. კიმო უთხრა დერეკს, მე შემიძლია გასწავლო 2 წლის პროგრამა რამოდენიმე საათში. დერეკი დაეთანხმა და 3 საათში დერეკმა მეტი ისწავლა ვიდრე სხვებმა. მთელი სემესტრის განმავლობაში. მერე რამოდენიმეჯერ კიდევ გაიმეორეს ეს გაკვეთილები. როცა დერეკი კოლეჯში მივიდა, უნდა გაევლო მისაღები ტესტი და ისე კარგად დაუკრა, რომ გადაახდა 6 სემესტრს და პირდაპირ მაღალ კურსზე დასვეს. კიმომ უთხრა დერეკს, რომ ეყიდა წიგნები, რომლებითაც კოლეჯი ხელმძღვანელობდა. ესწავლა ყველაფერი სახლში და მერე პირდაპირ დეკანთან მისულიყო და ბოლო გამოცდა ჩაებარებინა და დერეკიც ესე მოიქცა. მან ჩააბარა და 20 წლის ასაკში დიპლომი აიღო. სტანდარტული სწავლება ისეა მოწყობილი, რომ ყველამ აითვისოს და რომ არავინ არ ჩამორჩეს. მაგრამ თუ შენ შეგიძლია, გინდა და დისციპლინას გამოაჩენ, არც შენთვის არ იქნება სიჩქარე შეზღუდვა ამ ცხოვრებაში. დერეკ სივერსი ყოველ დღე 15 მაილს გადიოდა ველოსიპედით და ყოველ ჯერზე 43 წუთი სჭირდებოდა ამ მანძილის დასაფარად. რაღაც დროის გასვლის შემდეგ დერეკი დაიღალა და აღარ უნდოდა რუტინულად 15 მაილის გავლა. ამჯერად მან მოინიშნა 15 მაილი და თქვა, რომ შვიდად ატარებდა ველოსიპედს შეუჩერებლად, მაგრამ ბუნებასაც დააკვირდებოდა. გზაზე დაინახა დელფინები, სასიამოვნოდ გაატარა დრო, თუმცა მაინც 43 წუთი დასჭირდა იგივე მანძილის გავლა, მაგრამ ამჯერად ისე ძალიან აღარ დაიღალა.
პირიქით ისიამოვნა. ამ წიგნის და ამ კონკრეტული თავის შინაარსი ის არის, რომ არ უნდა დაიხალო, დამშვიდდი და ისიამოვნე. თუ მაინც იგივე შედეგი იქნება, ნერვებს რაღაცო იშლი. არ გჭირდება იყოს ყველაფერი საუკეთესოდ იმისთვის, რომ დაიწყო. ერთხელ დერეკმა სულ სიწყნარეში განმარტოვება გადაწყვიტა და წავიდა მონასტერში. ჩასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ეს მონასტერი იყო ტურისტებით სავსე და სიჩუმის მაგივრად ყველა მას ელაპარაკებოდა. ამიტომ ყოველგვარი დრამის გარეშე დატოვა მონასტერი და იქვე ახლოს ჰოსტელში გაჩერდა. რადგანაც სეზონი უკვე გადასული იყო, ხალხი ცოტა იყო და ამიტომ მას განმარტოვების საშუალება ჰქონდა. შენ არ გჭირდება, რომ ყველაფერი იყოს საუკეთესოდ. იმისთვის, რომ რაიმე დაიწყო, შენ უბრალოდ გჭირდება ხანდახან სიჩუმე, განმარტოვება და გეგმის ჩამოწერა. როცა გეგმას შექმნი, ეს უკვე პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ რაღაც მართლა დაიწყო. შემდეგი თავი, მომავლის ოცნების ფაილი. გქონია ისეთი შემთხვევა, როცა თავში რაღაც იდეა მოგივა, მერე გამოიკვლევ გზას მაგ იდეისკენ მიმავალს, ჩამოწერ გეგმას და ერთ თვეში აღარ გინდა. სწორედ ესე ემართებოდა დერეკს სულ, მაგრამ მერე დანაშაულის გრძნობა აწუხებდა, რომ თავის თავს უღალა და თავის ჩამოწერილ გეგმას არ მიყვა და ასე შემდეგ. ამიტომ მან მოიფიქრა გაეხსნა თავის კომპიუტერში ფაილი, სადაც ჩამოწერდა ოცნებებს და გეგმებს თავისი ცხოვრების და თავისი მომავლის შესახებ და როცა დრო მოვა, მიხვდება, როდის რომელი მიზნისკენ სწრაფვა ღირს. ამ შემთხვევაში დანაშაულის გრძნობაც არ აწუხებს და თავის თავსაც არ ღალატობს. რა გძულს, როცა არ აკეთებ? რა თქმა უნდა დაფიქრებულ ხარ, თუ რისი გაკეთება გიყვარს, რა განიჭებს ბედნიერებას და ზოგჯერ მაინც არ აკეთებ იმას, რაც მართლა ბედნიერებას განიჭებს, ის რაც მართლა გინდა. მაგალითად ვარჯიშის დაწყება, 5 კილოს დაკლება. დერეკმა ეს შეკითხვა შემოატრიალა. რა გძულს, როცა არ აკეთებ? მაგალითად, გძულს, როცა იღვიწებ და შენი ყავის ჭიქა ისევ გასარეცხია. ასეთი ორმაგი ნეგატიური შეკითხვის დასმით, გაარკვევ, მართლა გიღირს თუ არა იმის გაკეთება, რასაც აპირებ. შენი ქმედება განსაზღვრავს შენს ნამდვილ ღირებულებას. დერეკმა უთხრა თავის მასწავლებელს, რომ მას ძალიან უნდოდა დაეწყო საკუთარი საქმე. მასწავლებელმა უთხრა, არა არ გინდა. დერეკმა უთხრა, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მასწავლებელმა უპასუხა, არა, ეს შენთვის უმნიშვნელოა, რომ გიყურებ, როგორ ხარჯავ შენს დროს, მე არ მგონია, რომ შენი საქმის დაწყება გინდა. შენი დროის უმეტეს ნაწილს უთმობ შენს მუსიკას და შენს შვილებთან თამაშს. ამ კომპანიის დაწყებაზე უკვე რამოდენიმე წელია საუბრობ. შენი პრიორიტეტი შენი საქმე არ არის. შენი პრიორიტეტი ის არის, რასაც შენი დროის დიდ ნაწილს უთმობ. ამ დროს დერეკი მიხვდა, რომ მასწავლებელი მართალს ეუბნებოდა და დაფიქრდა, თუ რაში ხარჯავდა თავის დროს. უმეტესი ნაწილი თავის შვილებთან თამაში ან მუსიკის დაკვრას,
მასწავლებელი მართალი იყო და დერეკმა ეგ იცოდა. შენც ესე მოიქეცი, დაფიქრდი, თუ რაში ხარჯავ შენი დროის უმეტეს ნაწილს და მიხვდები, თუ რატომ ვერ იწყებ და ამთავრებ იმას, რაც გეგმაში გააქვს. ეხლა გავაკეთოთ ესეთი სავარჯიშო. რა იქნება, თუ არ დაგჭირდება ფული და არც არავის ყურადღება. დაფიქრდი. რა იქნებოდა, თუ გექნებოდა იმდენი ქონება, რომ აღარ დაგჭირდებოდა ფული თვიდან თვემდე თავის გასატანად. თუ უკვე გექნებოდა იმდენი, რამდენიც გჭირდება და სამსახურში აღარ მოგიწევდა წასვლა და არც არავის ყურადღების მიქცევას რომ არ ცდილობდე, რომ არ გაინტერესებდეს. ამ შეკითხვებს სვავს წიგნის ავტორი იმის გასაგებად, თუ რა სურს მას სინამდვილეში, თუ რა აძლევს მას ენერგიას და მოტივაციას, იქნებ ეს ტექნიკა თქვენც დაგეხმაროთ. გაარკვიოთ რა გჭირდებათ სინამდვილეში, მოგზაურობა, დასვენება, თუ უბრალოდ ძილი. ზოგ ადამიანს საერთოდ ცოტა სჭირდება, რომ იყოს ბედნიერი. იფიქრე როგორც ბრონზის მედალის მფლობელი. გინახავთ ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულების ფოტოები. ოქროს მედლის მფლობელი უმეტესად ტირის. ბედნიერებისგან ვერცხლის მედლის მფლობელი ტირის. იმიტომ რომ ის ისე ახლოს იყო თავის მიზანთან და ვერ მიაღწია და დაუკვირდით რას აკეთებს ბრონზის მედალის მფლობელი. გაკურვებული და გახარებულია. ვერცხლის მედალის მფლობელი ადარებს თავის თავს ოქროს მედალის მფლობელს და ამით ისევ თავის თავს ანადგურებს. და ბრონზის მედალის მფლობელი კი ბედნიერია, საერთოდ რომ სცენაზე დგას, მაგისთვისაც მადლობელია. გადახედე, ვინ იყავი 6 თვის წინ და თუ ამ 6 თვეში განვითარდი, მაქსიმუმ 3 რამეს მიაღწია, მაქსიმუმ 3 ახალი რაღაც ისწავლე, მაშინ ყველაფერი ძალიან ცუდად არ არის. შენ იმ ეტაპზე ხარ, როცა ვითარდები, როცა იცი უკვე რა შეგიძლია და რა გჭირდება იმისთვის, რომ მეტი შეძლო. ყველაფერი ჩემი ბრალია. დერეკი ყოველთვის იმედგაცრუებული რჩებოდა, როცა ვინმე რაიმე შეჰპირდებოდა და არ აკეთებდა, ან საერთოდ დაიკარგებოდნენ და მან შემუშავა შეკითხვა. იქნებ ყველაფერი ჩემი ბრალია? იქნებ მე არ დავეხმარე საკმარისად ვიღაცას ამა თუ იმ საქმეში, რაც უფლებას აძლევდა სხვის ქმედებებზეც კონტროლი დაემყარებინა. და როცა სხვის ქმედებებზეც პასუხისმგებლობას თავად იღებდა, იმედგაცრუებული აღარ რჩებოდა. მაგალითად, თუ ვინმე რაიმე სწორედ არ აკეთებს, იქნებ შენ არ ასწავლე სწორედ. იქნებ შენ ვერ გააგებინე, რაც გინდოდა, რომ მას გაეგო. და საერთოდ თუ გამოიყენებ სხვის შეცდომებს ან სხვის ქმედებებს იმისთვის, რომ შენ პერსონალურად გაიზარდო და მეტი ისწავლო, მაგაზე კარგი არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იძახის, თუ შენ შეცდომებზე არ ისწავლე, სხვის შეცდომებზე ვერ ისწავლე, იმიტომ რომ სხვის შეცდომებს შენ ვერ გაითვალისწინებ ისე, როგორც საკუთარს. ალბათ ეთანხმებით ამ შეხედულებას, ან არ ეთანხმებით, მაგრამ თუ ვინმე ერთი და იგივე ქვაზე 2 ადამიანი წაიქცა და შენ ამას ხედავ, იქნებ შენ აღარ წაიქცემ ერთი ზუსტად იმ ქვაზე. იქნებ მაინც და მაინც ცუდი სტრატეგია არ არის, სხვის მაგალითებს რო გადავხედოთ. შენით დაფიქრდი. თუ შეგიძლია სხვისგან რაიმე სწავლა, რატომაც არა ისწავლე. თუ არ მოგწონს, აღარ ისწავლო, აღარ მოусმინო.
გააკეთე ის, რაც შენ სიხარულს განიჭებს და ესე შეეცადე, რომ სხვასაც ხელი გაუმართო. მთელი წიგნის მორალი ზუსტად ეს არის. თავი არ დაისტრესო, ისეთ პასუხისმგებლობებზე არ დათანხმდე, რომელიც სინამდვილეში არ გინდა, ან თუ პასუხისმგებლობა, რომელსაც ხელს აწერ, თვითონ შენ დაგაზიანებს, მარტო ხათრის გულისთვის ნუ გააკეთებ. აუხსენი უთხარი. არ შემიძლია, ამას ვერ გავაკეთებ, ამ მძიმე რაღაცას ვერ ავწევ. ან ამ ყველაფერში მე ვერ დაგეხმარები. თუ მეგობარია, ისედაც ხო გაიგებს. და შენით დაფიქრდი. ეს ვიდეო გრძელდება უკვე ზედმეტად. დიდ ხანს, ასე რომ დაგემშვიდობებით, ნახვამდის სასიამოვნო დღეს გისურვებთ.